გესალმებით, ჩემო ძვირფასებო, საყვარლებო და კარგებო. დღეს განვიხილავთ თქვენთან ერთად ასეთ თემას, ანუ როგორ ურთიერთობას ისურვებდა თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება. თქვენთან ერთად, ანუ რა სახის ურთიერთობა სურს თქვენს მიერ ჩაფიქრებულ პიროვნებას თქვენთან ერთად. ამისთვის ჩაიფიქრეთ თქვენი სახელი და გვარი, დაბადების წელი, თვე და რიცხვი, ასევე თქვენი სასურველი პიროვნების სახელი და გვარი, დაბადების წელი, თვე და რიცხვი. მოდი ვნახოთ, რა სახის ურთიერთობას ისურვებდა თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება თქვენთან მიმართებაში. ანუ რა სახის ურთიერთობა უნდა თქვენთან თქვენს მიერ ჩაფიქრებულ პიროვნებას. აბა ჩაიფიქრეთ, სანამ მე აქ ავჩეხავ დასტას, თქვენ ჩაიფიქრეთ ყველაფერი, რაც გითხარით, ანუ სახელები, გვარები, დაბადების წლები, თვეები და რიცხვები და განვიხილოთ ასეთი საჯარო გაშლა. თუ რა სახის ურთიერთობა სურს თქვენს მიერ ჩაფიქრებულ პიროვნებას. მოდი ვნახოთ. ეს ხართ თქვენ. ეს არის თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება. ეს რა ხდება თქვენ შორის. და რა სახის ურთიერთობას ისურვებდა თქვენთან მიმართებაში თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება. მოცემული არკანების მიხედვით დღეს რა ხდება თქვენი შორის. რატომღაც მგონია რომ მოცემული სიტუაციიდან გამომდინარე რაღაც ვფიქრობ პენტაკლები ჭარბობს, მოდი ასე ვთქვათ და ეს ვარსკვლავის არკანი პლუს ამას მიმითითებს იმას, რომ შესაძლებელია სადღაც ერთად მუშაობდეთ, გზებზე გიწევდეთ წასვლა, სამსახური ყოს ცოტა დისტანციაზე თქვენი, ასე ვთქვათ, საცხოვრებელი ადგილებიდან, აი ვთქვათ, გიწევდეთ ერთად წასვლა, ვთქვათ, მუშაობთ სახლიდან, მოშორებით სხვა ქალაქში მუშაობთ, ასე ვთქვათ, ხომ? და გიწევთ ერთად სიარული იმ სამსახურში. მოდი ეს ვთქვათ, სამსახურეობრივ რომანზე უფრო მგონია რომ აქვს გაშლა ამ შემთხვევაში. თქვენ ხართ პიროვნება, რომელიც არის ორიენტირებული საკუთარ თავზე, ესე იგი არის საკუთარ თავთან, ასე ვთქვათ, დილემაში, რომელმაც იცის რა უნდა ამ ცხოვრებისგან, რისთვის იბრძვის, რისთვის მუშაობს, აქვს რაღაც გეგმები, რომლის განხორციელებისთვის ყველაფერს აკეთებს, ხო? აი თქვენ ხართ ცხრიანი პენტაკლი. ქალი თვითკმარი, თვითქმნილება, რაც გაქვთ ამ ცხოვრებაში საერთოდ, ხო, რაც კი შეიძლება ამ ცხოვრებაში გაგაჩნდეთ, სულ ყველაფერი საკუთარი შრომით გაქვთ მოპოვებული. აქედან გამომდინარე, თქვენ იცით საკუთარი თავის ფასი, თქვენ იცით რა შეგეფერება და შეგესაბამება თქვენ, როგორი პიროვნება შეგეფერება და შეგესაბამება თქვენ და აქედან გამომდინარე, თავით ასე ვთქვათ, აი ესე ვთქვათ, თქვენს დონეზე გიჭირავთ, ეს არ ნიშნავს, რომ ვიღაცას ზემოდან უყურებთ და ქედმაღლურად უყურებთ, არა, მე ამას არ გულისხმობ. უბრალოდ თქვენ იცით თქვენი საკუთარი თავის ფასი. აქედან გამომდინარე, ცხრიან პენტაკლებში ამოსული ადამიანი, ქალბატონებო, თქვენ ხართ ცხრიანი პენტაკლები, არის ქალი, რომელმაც იცის ამ ცხოვრებისგან რა უნდა, რისთვის იბრძვის საერთოდ ამ ცხოვრებაში. ქალი, რომელიც ასე ვთქვათ, არ არსებობს. ქალი უბრალოდ ცხოვრობს ამ ცხოვრებას და აქვს მიზნები ამ ცხოვრებაში. და გათვლილია ყველაფერი, აი როგორი ქალი ხართ, იცით რომ აი გეგმები გაქვთ, ასე ვთქვათ, აი ამ გეგმებს, რომლების თქვენ გაქვთ, არ გადაუხვევთ არავითარ შემთხვევაში. რაც შეეხება თქვენს მიერ ჩაფიქრებულ პიროვნებას. თქვენს მიერ ჩაფიქრებულ პიროვნება ვარსკვლავის არკანშია, მოდი ესე ვთქვათ, ვარსკვლავის არკანის მიხედვით მე ესე ვიტყვი პიროვნების დახასიათებას. ანუ პიროვნება მეოცნებე, რაღაცნაირად იმედიანი, ყველაფერში ცდილობს რომ რაღაცნაირად ნახოს კარგი, ასე ვთქვათ, მელანქოლიაც არ აკლია. თქვენთან შედარებით ეს პიროვნება რომანტიკოსი უფრო მგონია, არ გამოურიცხავ ან ლექსებს წერდეს, ან უყვარდეს პოეზია, უსმენდეს, ასე ვთქვათ, სასიყვარულო სიმღერებს. მოკლედ და რაღაცნაირად დაფრინავს ეს პიროვნება სიყვარულისგან, დაფრინავს ვარსკვლავის არკანის მიხედვით და თქვენზე რო ითქმება, ხო, აი თქვენ, აი თუნდაც ავიღოთ, ხო, მეორე არკანი რა არის ფონიდან გამომდინარე, თქვენ შორის რაც ხდება დღესდღეობით, ხო, მაგასაც ვილაპარაკებ. თქვენიდან გამომდინარე, ანუ
რეალურად ნახეთ, თქვენ გიკავიათ ისეთი პოზიცია თქვენი ამ ცხრენი პენტაკლიდან გამომდინარე, რომ არავის უშვებთ ახლოში, მიუხედავად იმისა, რომ ძალიანაც კი გინდათ, ეხლა რადგან უყურებთ ამ გაშლას ამ ადამიანზე, მე ზუსტად გეტყვით იმას, რომ თქვენ გინდათ ამ პიროვნებასთან თუნდაც ურთიერთობა, მაგრამ თქვენთვის არსებობს რაღაც ეთიკის ნორმები, თუნდაც სამსახურის თემებიდან გამომდინარე, რის გამოც თავს ძალიან შორს იჭერთ, ცივად იჭერთ ამ ადამიანთან და ეს პიროვნება ასე ვთქვათ, შემოგნატრით, ხო, ასე შორს და ასე ახლოს რო იტყვის თქვენთან მიმართებაში, ხო, აი ესეთ მდგომარეობაში ეს პიროვნება თქვენთან მიმართებაში, აი ოცნებობს თქვენზე, თქვენ ხართ მისთვის მიუწვდომელი, აი ვარსკვლავის მოწყვეტა რა უნდა და რო ვერ მოწყვეტა, აი ესეთი შორეული ვარსკვლავი ხართ, ანუ ოცნებობს თქვენზე ეს პიროვნება. თქვენ შორის რა ხდება ზუსტად ეს მდგომარეობა, რვიანი პენტაკლების მდგომარეობა. ნახეთ, თქვენ ხართ ორიენტირებული სამსახურში, როცა მიდიხართ თანამშრომელზე, მაგალითად, კოლეგებზე, მაგ საუბარი აქვს, ეხლა არ ვიტყვი მაინც და მაინც ვისი უფროსია და ასე შემდეგ. კოლეგები ხართ ერთ სამსახურში, ერთ სივრცეში, გიწევთ მუშაობა და აქედან გამომდინარე აი აქედან მოდის ის ყველაფერი, თქვენ თუნდაც ერგებით ამ თქვენს ცხოვრებიდან, ასე ვთქვათ, გამოტანილ დადგენილ წესებს და ნორმებს მიყვებით და არანაირად არ გინდათ რომ გადაუხვიოთ მიუხედავად იმისა, რომ მოდი ასე გეტყვით, ხო, აი ხო, არა რა, თქვენ ხართ აი პენტაკლების დედოფალი, კი ბატონო. მიუხედავად იმისა, ალბათ რადგან უყურებთ განმეორდები ამ გაშლას, ეს პიროვნება თქვენთვის საინტერესოა რეალურად, ხო? ან უბრალოდ შესაძლებელია შეამჩნიეთ ამ პიროვნების, ასე ვთქვათ, თქვენთან მიმართებაში, ან ინტუიციურად იგრძენით ამ პიროვნების, ასე ვთქვათ, თქვენთან მიმართებაში რაღაცნაირად სიმპათიები, ინტერესი და აქედან გამომდინარე ჩაიფიქრეთ ეს პიროვნება, მაგრამ ეს ურთიერთობა არის. ურთიერთობას არ ვიტყოდი, აქ უფრო ურთიერთობაზე არ მაქვს საუბარი, სავარაუდოდ, ხო? რაღაცნაირად ან ურთიერთობა შესაძლებელი იყოს, მაგრამ არ არის განვითარებული ეს ურთიერთობა, ასეთ ვისე შორიახლო ურთიერთობაზე მაქვს საუბარი, სადაც ვთქვათ კონტაქტით შემოიფარგლებით, თუნდაც სამსახურეობრივად, იმიტომ რომ რვიანი პენტაკლები მიმითითებს იმაზე, რომ თქვენ ერთად გიწევთ თუნდაც დისტანციაზე სიარული სამსახურეობრივად, ანუ თქვენი სამსახურის შესაძლებელია სამუშაო ადგილი იყოს თქვენი საცხოვრებელი ადგილიდან შორს და გიწევთ გადაადგილება ამ შორს დისტანციაზე ერთობლივად, ან თუნდაც ერთი საერთო პროექტებიდან გამომდინარე გიწევდეთ, ერთად სიარული თუნდაც საზღვარგარეთ და ასე შემდეგ. ეს ვისთვის როგორ ინდივიდუალურად ვიზე როგორ რეზონირდება თქვენ თავად უფრო უკეთ იცით, ვისთან რა სიტუაცია გათამაშდება. მოდი ასე ვთქვათ, ხო, როგორი სახის ურთიერთობა უნდა ამ პიროვნებას თქვენთან მიმართებაში, ესე ვთქვათ, ხო. შეყვარებულებიდან გამომდინარე ჯერჯერობით, მოდი ასე გეტყვით რა. ოცნებობს ეს პიროვნება, ნახეთ, ვარსკვლავიდან გამომდინარე თქვენთან ერთად ყოფნაზე, თქვენთან გრძნობები აქვს, ასე ვთქვათ, ვნებაც აქვს, შეყვარებულებიდან გამომდინარე არის მესამე ფაქტორები, აქ მესამე ფაქტორებიდან გამომდინარე ვიტყოდი, რომ არის სამსახურეობრივი თემა, მე აქ ვერ ხედავ სამკუთხედებს, ოთხკუთხედებს და შვიდკუთხედებს. საბედნიეროდ, უბრალოდ ვიტყოდი იმას, რომ რეალურად თქვენ შორის არის სიმპათია და ასე ვთქვათ, ემოციები, მაგრამ ამ პიროვნებას უფრო შევატყობთ ამ ემოციურ მდგომარეობას თქვენთან მიმართებაში, ვიდრე თქვენ ხართ მისადმი ასე ემოციურად განწყობილი. ეს პიროვნება საომალოდ თქვენთან დიდი სიამოვნებით იქნებოდა სასიყვარულო ურთიერთობაში, თუნდაც ეს იყოს, ასე ვთქვათ, ხო, აი, უყურეთ როგორი ის არის მდგომარეობა რვიანი თასებიდან გამომდინარე, ხო? ამ პიროვნებასთან შიშებიც აქვს, რომ თქვენ ისეთი ქალბატონი ხართ, შესაძლებელი ადგილ და წახვიდეთ რეალურად მისგან, ხო? აი, როგორი თემაა, იცით, აქ აი, დიდი სიამოვნებით საომალო თქვენთან გადადგავდა ისეთ ნაბიჯებს, რასაც ქვია საომალო ურთიერთობა, სიყვარულის პერსპექტივა, თქვენ შორის რო ყოფილიყო ამ ადამიანს, აი ეს ოცნებად აქვს ქცეული, აი ზუსტადაც რომ თქვენთან მიმართებაში მომავალში იმედოვნებდა, რომ თქვენთან ჩამოვაყალიბებდა უკაცრავად სასიყვარულო ურთიერთობას, ხო? ანუ რეალურად მოდი მაინც ვიკითხოთ, რამდენად პერსპექტიული იქნება თუნდაც სამომავლოდ თქვენი ეს ურთიერთობა, ხო? აი რამდენად პერსპექტიული იქნება, თქვა თუ გადადგავთ ნაბიჯს და ერთად იქნებით, სამომავლოდ ეს თქვენი ურთიერთობა, ну რას მოველოდოთ ამ ურთიერთობიდან? ცხრიანი თასები, ну იცით რა არის, ორივეს ორისთვის ძალიან სასიამოვნო ურთიერთობა იქნება. ცხრიანი თასებიდან გამომდინარე, მოდეს უთხრან
ხანგრძლივი ურთიერთობა შესაძლებელია იყოს, არ არის ხო დღეს შევიყარეთ, ხოლმე დავიშალეთ არა. ჩვეულებრივად განვითარდება, დიდ ხანზე იქნება ასე ვთქვათ გადაჭიმული ეს ურთიერთობა, რომელიც თან იქნება ასოცირებული სიამოვნებასთან, ერთად კარგად ყოფნასთან, ერთმანეთით კბობასთან მიმართებაში, ხო? აი რაღაც ესეთ ურთიერთობაზეა საუბარი და სხვათა შორის რა არის, იცი სულ თასები ამოდის. ამაზე თქვენც კი გიფიქრიეთ სხვათა შორის და ამ პიროვნებასაც ორივეს ნაფიქრი გაქვთ, რომ თუნდაც რომ მიუხედავად იმისაც კი ხართ ესეთი რაღაცა ჩამოღები, აი მიწიერი ქალბატონი ხართ, მაგრამ თქვენც რაღაცნაირად შემოგეპარებათ ხოლმე ფიქრები, თუნდაც რა კარგი იქნებოდა ამ პიროვნებასთან ურთიერთობა ხანგრძლივი, აი ოცნებებში გადათხართ, ილუზიურად ხო აწყობთ რაღაც ილუზიურად თქვენთვის რა ფიქრებში, ილუზია ცოტა ისეთი სიტყვა ხო, აი თქვენთვის ოცნებობთ იმაზე, რომ რა კარგი იქნებოდა ეს ურთიერთობა, თქვათ რაიმე პერსპექტივის მომცემი რო იყოს დიდ ხანზე გადაკაჩული, არ იყოს თქვათ ცოტა ხნიანი, ასე თქვათ ცოტა ხანზე არ იყოს ორიენტირებული და აქედან გამომდინარე, მოდი ესე გეტყვით, ამ პიროვნებას თქვენთან ურთიერთობა ძალიან უნდა. ეს ადამიანი თქვენზე ოცნებობს, ეს ადამიანი თქვენზე ფიქრობს, ასე ვთქვათ, შეურეული პერსპექტივით გიყურებთ თავის ცხოვრებაში. მოდი, ზუსტად ასე ვიტყვი, უნდა თქვენთან ურთიერთობა, სტაბილური ურთიერთობა უნდა, რომელიც ორიენტირებული იქნება, ასე ვთქვათ, გრძნობებზე და მოდი, მერე ცხოვრება გვიჩვენებს აქედან გამომდინარე, რა და როგორ იქნება. ანუ ასე ვთქვათ, ჯერ უნდა ურთიერთობის დაწყება და მერე უკვე ცხოვრება თქვენ გიჩვენებთ, რა როგორ გაეწყობა თქვენს ურთიერთობაში. მოდი ვიკითხოთ აქვე, ღირს თუ არა ამ ურთიერთობაში შესვლა თქვენთვის, მოდი ვიკითხოთ, ღირს თუ არა თქვენთვის ამ ურთიერთობაში შესვლა ქალბატონება, მოდი ვიკითხოთ. ნახოთ. რაღაცნაირად იცით რა არის წარსულიდან გამომდინარე, მოდი ასე ვიტყვი რა, აი ვინც უყურებთ ქალბატონებო, იმად გეხებათ, წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე, რატომ ხართ ხო ასეთი ძლიერი, თქოს წარსულიდან გამომდინარე თქვენ უკვე მოგაყენეს, ასე ვთქვათ, ბევრი ჭრილობა, ასე ვთქვათ, ბევრი ტყუილი ნახეთ, იმედგაცრუება ნახეთ, სასწავლო ურთიერთობებიდან გამომდინარე და ურთიერთობებიდან გამომდინარე, რომელმაც თქვენში უბრალოდ აი გამოიწვია ძალიან დიდი სევდა, უნდობლობა ადამიანების მიმართ და აქედან გამომდინარე ძალიან კარგად ჩანს, რომ თქვენ ამიტომ ხართ ძლიერი, ამიტომ ხართ ხმლებში, ამიტომ ხართ პენტაკლებში, ასეთ ხრელი პენტაკლი ხმლების დედოფლის თემაში, ხო, ანუ იმიტომ ხართ ასეთი ჩამოყალიბებული და საკუთარ თავზე ორიენტირებული, რომ უკვე იცით, თითქოს აი ამ ცხოვრების უკვე რაღაც გაგიგიათ და არც თუ ისე ცოტა გაგიგიათ სხვათა შორის და აქედან გამომდინარე შიშობთ რაღაცნაირად ისე ურთიერთობის დაწყებას, გეშინია წარსული ურთიერთობიდან გამომდინარე, რომ იგივე არ მოხდეს თქვენს ცხოვრებაში და აქედან გამომდინარე ძალიან დიდ ასე ვთქვათ აი კი ბატონო ძალიან რთულია თქვენთვის იმის გადაწყვეტა შეხვიდეთ თუ არა ამ ურთიერთობაში და ალბათ მომავალში ძალიან რთულად გადაწყვეტ ამას შეხვიდეთ თუ არა ურთიერთობაში ამ პიროვნებასთან იმიტომ რომ იმდენად მძიმედ იყო დასრულდა თქვენი წარსული ურთიერთობა რომ რაღაცნაირად თუ ეს ადამიანია ეს თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება თქვენ არ დაგიმტკიცებთ იმას რომ მართლაც ღირსეულია და თქვენთან სერიოზული ასე ვთქვათ ხედვები აქვს და არა ხო ხდებით დღეს და ხვალ და მე ზეგ ნახვამდის ესე თემაში თუ იქნება თქვენ მას არ მიიკარებთ აქედან გამომდინარე კიდე კარგად დააკვირდები და ძალიან რთული იქნება თქვენთვის აი კი ბატონო რთული იქნება თქვენთვის იმის გადაწყვეტა შეხვდათ თუ არა ამ პიროვნებასთან ურთიერთობაში ასე თქვენს ამ პიროვნებას ვინც არის არ ვიცი ვისთვის ვინ არის ეგეც არ ვიცი თქვენ საკუთარ თავზე თვითონ მოერგეთ სიტუაციურად ვინც იქნება ეს პიროვნება ვისაუბრე უკვე ამაზე ძალიან ბევრი გამოცდის ჩაბარება მოვიწეს თუნდაც იმიტომ რომ თქვენ როგორც ახლა იქცევით თქვენ ფიქრობთ ასე მე ასე ვიქცევით თუ პიროვნებას უნდა ის მომიპოვებს ის იბრძოლებს ჩემთვის ის არ გამიშობს ხო და აქედან გამომდინარე თითქოს დააკვირდებით მის ნაბიჯებს თქვენთან მიმართებაში როგორ მოიქცევა კი ბატონო რაღაცნაირად აი ესე ვთქვათ თქვენი ესე ცხოვრება ბედს მიანდეთ თითქოს აი ამ ადამიანს მიანდეთ თითქოს ეს საქციელებიდან გამომდინარე რამე სისულელე რო გააკეთოს ან არასწორი ნაბიჯი გადმოდგას ხო განგმირავთ საერთოდ ხო ანუ რეალურად გეშინიათ მისი არა სერიოზული ნაბიჯების თქვენთან მიმართებაში და აქედან გამომდინარე გეშინიათ რომ ანუ თავს არ აძლევთ იმის საშუალებას რომ მოგეწონოთ და მე სიყვარულში გადაზარდოთ ეს გრძნობა თუნდაც მასთან მიმართებაში თორე ინტერესი როგორც ასეთი თქვენ მისი გაქვთ მიუხედავად იმისა რომ ორიენტირებული ხართ მხოლოდ საკუთარ თავზე და თითქოს ესეთი ვიბრაციებში ხართ რომ აი მე
ვერავინ ვერ მომეკარება, მაინც აქედან გამომდინარე ვიტყვი, მიუხედავად ამ ყველაფრისა, მაინც ინტერესებთ ამ პიროვნების, თითქოს მოგწონთ ის ყველაფერი, რასაც თქვენს მიმართ ეს პიროვნება ავლენს. აი რაღაცნაირად ესე გამოვიდა ეს ყველაფერი, ხო, მოდი აბა ვნახოთ, მან არა კი ვიცი, რომ არ შეიძლება რომ ამოვატრიალო და ესე ვთქვათ, გაჩვენოთ ფიგურები, რაც არის, ანუ რეალურად გამოსახული არკანებზე, მაგრამ მოდი ისე შევხედავ და ისე გავშლი და ისე გეტყვით, როგორი სახის ურთიერთობა სურს ამ პიროვნებას თქვენთან, ანუ შეხედეთ ახლა. იცით რა არის? მოდი თქვენ სიტუაციას ვიტყვი აქ. ამ არკანიდან გამომდინარე, რომელიც არის ხუთიანი, ანუ ჰაერის ხუთიანი, ხო? რეალურად რა ხდება ამ არკანიდან გამომდინარე, გეშინიათ ამ ურთიერთობაში შესვლის ისე და ისე განმეორდებით, უბრალოდ იგივეს მეუბნება ეს დასტაც, რომ გეშინიათ ამ ურთიერთობაში შესვლით, რომ ამ პიროვნებამ უბრალოდ მე არ გატკინოთ, არ დაგტოვოთ, არ მიგატოვოთ და არ გეგონოთ, რომ ეს პიროვნება თქვენგან წავა, თუნდაც ის წარსული ურთიერთობიდან გამომდინარე, მაგრამ რეალურად მოდი ასე ვთქვათ, ეს პიროვნება რას გეტყოდათ თქვენ? აბა როგორი ურთიერთობა სურს თქვენთან? აი რეალურად ვუყურეთ, თითქოს გეუბნებათ, რომ მე შენ სამყაროში არ ვეტევი. ეს არის არკანი, გეტყვით მე თუ გიდათ მოიძიეთ 10-იანი, ანუ მიწისტიქის 10-იანი, ასე ვთქვათ. აი თითქოს ამბობს ეს პიროვნება, შენ სამყაროში ვერ ვეტევი, შენ სამყაროში მე არ მიშვებ, შენთან ახლოს არ მიშვებ, არ მიკარებ. არა და რეალურად ამ პიროვნებას უნდა თქვენთან ურთიერთობა სხვათა შორის არც თუ ისე თუ ისე, მაგრამ ეს პიროვნება ასევე გეუბნება ცეცხლის მეფიდან გამომდინარე, რომ მაინც ყველაფერს იზავს იმისთვის, რომ ეს ურთიერთობა შედგეს, თუნდაც ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, მას უნდა და მორჩა. ეს პიროვნება ყველაფერს გააკეთებს კორექტულად და სწორედ თქვენთან მიმართებაში, იმიტომ რომ მას უნდა თქვენთან ურთიერთობა და არანაირად არაპირებს ფარფლის დაყრას, ასე ვთქვათ. მოდი ასე ვთქვათ, ეს პიროვნება ხედავთ თქვენ როგორც მანიპულატორ ადამიანს, სხვათა შორის კარგად გატყობთ თქვენ მასთან მიმართებაში ინტერესი რო გაქვთ და თქვენი ეს სიცივე და ეს თითქოს საქმეზე ორიენტირებულობა, ორიენტირი თქვენ რაც გაქვთ აღებული ხო ამ ურთიერთობაში მასთან მიმართებაში, ასე ვთქვათ, მიიჩნევს იმათ, რომ თქვენ მანიპულირებთ მისით. ანუ რეალურად ის გრძნობს იმას, რომ თქვენ გრძნობს იმას, რომ თქვენ გინდათ, რომ მან თქვენთან მიმართებაში ნაბიჯები გადმოდგას და სხვათა შორის, მოდი ასე ვთქვათ, რას იზავს, ცოტა ხანი კიდე დაგაკვირდებათ თქვენს ასე ვთქვათ რეაქციებზე, რას იზავთ და რას არა, იმისთვის რომ იცოდეს როგორ ალბათ კი ბატონო, როგორ მოიქცეს სწორედ და საერთო ჯამში მოდი ესე გეტყვით, ესე იგი წყლის ესე ვთქვათ მსახურია რა, ასე წყლის ტიკის მსახური ქვია ამას, ამ არკანს რომელიც მე ახლა მოვიღე, ეს პიროვნება მაინც ხომ გითხარით, მაინც ყველაფერს იზავს იმისთვის, აი ესე შემოგიკიდებთ ზურგზე და მაინც აგიყვანთ თავისთან, იმიტომ რომ ამას უნდა ეს ურთიერთობა და ამისთვის ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს ყველაფერი განახორციელოს და ასე ვთქვათ რეალობად აქციოს. სულ ეს ყურის თქმაც მე სურდა დღეს ამ გაშლასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, მოდით ასე გეტყვით, თქვენ უკეთ იცით ამ ცხოვრებაში ცოტა არ გინახავთ ქალბატონებო, ცოტა არ გაგიuliათ და უკაცრავად გამოვიდეთ ჩემი ვიდეო, მაგრამ გავაგზავნეთ, ანუ თქვენ უკეთ იცით რა როგორ უნდა გააკეთოთ, იმიტომ რომ ცხოვრებაში ცოტა არ გინახავთ. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცივ ენერგიებში ხართ, თითქოს ასე ვთქვათ, მანიპულირებთ ასეთი ცივ ენერგიებით, თითქოს არ გაინტერესებს პიროვნება, მაინც თვალებში ყველაფერი იკითხება. აქედან გამომდინარე, თქვენ ერთმანეთს დააკვირდებით და კარგადაც მიხვდებით, გინდათ თუ არა, ანუ ამ ურთიერთობის გაღვივება, ანუ სწორედ დაწყება და შემდეგ გაღვივება, თუმცა ეს პიროვნება თქვენთან მიმართებაში ძალიან სერიოზულად არის განწყობილი და ასე ვთქვათ, მოდი ეხლა პირდაპირ პატარა ბავშვები რა ვართ ხო მოვედი და ეგრევე ცოლად გამომყევის არავინ არ გეტყვით ხო აქედან გამომდინარე ერთმანეთს უნდა გაიცნოთ იმისთვის რომ მე მიხვდეთ გინდა თუ არა ერთად ყოფნა საბოლოო ჯამში. სულ ეს ყურის თქმაც მე სურდა თქვენთვის ამჟამად ამ ეტაპზე დაგემშვიდობებით შემოკარგებო ჩემი ზურფასებო და გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს ცხოვრებაში. გისურვებთ საიმედო პარტნიორს ცხოვრებაში, გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს ერთად, გისურვებთ სულის და გულის სიმშვიდეს, სიყვარულს, ბედნიერებას და ულევ წარმატებას სამსახურეობრივად, იმიტომ რომ რაღაცა სამსახურის სფეროსაც შევეხეთ, ხო? თითქოს რაღაცნაირად სამსახურში გამითარდა ეს ურთიერთობა და ეს სამსახური რო არა, ალბათ ერთმანეთს არც გაიცნობდით. სულ ეს არის თქმაც მე სურდა თქვენთვის ახლა. კარგად ბრძანდებოდეთ.